საყოველთაო მარშიდან საყოველთაო გაფიცვამდე, თუმცა ოპოზიციის ორივე მცდელობა კრახით დასრულდა. გუშინ დაანონსებულ გაფიცვას მხოლოდ რამდენიმე კომპანია გამოეხმაურა, მხოლოდ ისინი, ვინც რადიკალებთან ასოცირდებიან და მათ დირექტივებს ასრულებენ. ჩავარდნილმა გაფიცვამ ოპოზიციის აქტივისტები იმდენად აღაშფოთა, რომ ისინი კომპანიების მხრიდან დირექტივების არ შესრულებას სამარცხვინოს უწოდებენ. Vake, vake, rasa ketete vake, atuari pizza bite ხალხო. oi, სიჩქარეა. ჯობი არ გადავიღო. უნდა დავიმახსოვროთ, ვინ თქვა უარი გაფიცვაზე და ბოიკოტი მათ. აღწერა ყველა ვისი სერვისითაც ვსარგებლობ, ვინც ახლა არაა გაფიცული, მათ მომსახურებაზე დღეიდან მაქსიმალურად ვიტყვი უარს. რადიკალების მიერ დაანონსებული პროტესტის რეალური მიზანი სურათის ისეთი წარმოჩენა იყო, თითქოს ქვეყანაში ვითარება მძიმეა და ყველა კომპანია გაჩერებულია. თუმცა ამ კადრებშიც კარგად ჩანს, როგორ მუშაობენ ჭყონიას მაკდონალდსი და ოქხუაშვილის PSP. მაშინ როცა 3 საათიან გაფიცვას ორივე მათგანი უერთდებოდა. ესმანეს დროდადრო ენაცვლებიან თანამშრომლები პარალელურ რეჟიმში ისინი ემსახურებიან რა თქმა უნდა მომხმარებელსაც სრულად არ არის შიგნით შეჩერებული. მუშაობენ აფთიაქი მუშაობს ჩვეულებრივ. დიახ, ჩვეულებრივ მუშაობს. არ დაკეტილა აფთიაქ შემოდით ნახეთ ოპერატორი არის და მუშაობს. რატომ გავიფიცოთ? აი მისაღებია თქვენს რადიკალების მოწოდება. ამბილად არ არის ქვეყანა შვიდობა უნდა და ჩვენ შვიდობა გვინდა მოსახლეობა. ჩვეულებრივად მუშაობთ. ბატონო. დილიდან მუშაობთ ჩვეულებრივად უწყვეტ რეჟიმში. არანაირი გაფიცვას არ ქონია ადგილი. ქვეყანა განვითარებას განაგრძობს. საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლებით კი რეგიონში მოწინავე პოზიციაზეა. შესაბამისად მართველი გუნდისთვის გარკვეული კომპანიების მხრიდან ოპოზიციის დირექტივებით მოქმედება ხალატის ტოლფასია. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ 2012 წლის შემდეგ ბიზნესი საქართველოში თავისუფალია და ისინი საკუთარ საქმიანობას თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ახორციელებენ. შესაბამისად მათი გაფიცვები რეალობას მოკლებულია. ადამიანები, ვინც დღეს ბიზნესში არიან და ფიქრობენ, რომ გარკვეული პრობლემები შეუქმნან საქართველოს, თუნდაც რამოდენიმე 2 თუ 3 საათიანი ეგრეთ წოდებული გაფიცვით, განსაკუთრებით ძალიან ცუდ საქმეს აკეთებენ. ისინი ვერ იქნებიან პირნათელი თავის ქვეყნის, თავის სამშობლოს მიმართ. დავანებოთ თავი იმას, რომ არ დააფასეს ის, რომ ბიზნესი არ იძარცვება, მანძილზე ზეწოლა არ არის, საგადასახადო შეღავათებია. როდესაც ქვეყანას უპირისპირდები და ცდილობ ეკონომიკურად დააზიანო, ლარის კურსი დააზიანო, იქ ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც კურსს უხეთქავთ. როგორმე გადაფარო რაღაც გარკვეული ნეგატიური პროცესით, ეს არის ღალატი. ესეც იცით თქვენ რომ არის მეიდანიზაციის გეგმა, მათ შორის ეკონომიკური კრიზისის შექმნის მცდელობა, მიხილეთ დამსაქმებლების იძულება, დასაქმებულები ყოფილიყვნენ გაფიცულები ერთ-ერთი მიზნით რომ ეჩვენებინათ რომ ქვეყანაში თითქოს რაღაცა ეკონომიკური კრიზისის საფრთხეები არსებობს. გაფიცვა მათი უფლებაა, მათი გადასაწყვეტია, თუმცა რა თქმა უნდა ალბათ საქართველოს მოქალაქეებს ჩამოუყალიბდებათ გუშინ მერე გარკვეული ხედვა კონკრეტულ კომპანიებთან დაკავშირებით და როგორც ჩანს ისინი მომავალში აღარ ინდობიან და აღარ გააგრძელებენ რა კომპანიებთან თანამშრომლობას. მაშინ როცა საყოველთაო გაფიცვაში მონაწილეობაზე თანხმობას აცხადებ, ამის საფუძველი უნდა ჰქონდეს და გაფიცვაც რეალურ მიზანს და შედეგს უნდა ემსახურებოდეს. აცხადებენ ხალხის ზალაში. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი გარკვეული კომპანიები მუშაობას შეწყვეტენ, ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე, მას სხვა კომპანიები ჩაანაცვლებენ. შესაბამისად რადიკალების სასურველ მიზანს ვერ მიაღწევენ. მე მგონია, რომ ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს ქართულ საზოგადოებაზე იმათ, ვინც ჭყალებში იფიცებიან ეგრეთ წოდებულად, იმიტომ რომ გაფიცვა ნიშნავს, რომ გაიფიცები და არ ემუშავე, მანამ სანამ არ დაგიკმაყოფილებენ შენს მოთხოვნებს. და 5 წუთიანი და 1 საათიანი გაფიცვა არის შესვენება, ვისაც ყუებენ. გაიფიცონ. მარკეტები იქნება თუ ნებისმიერი სხვა დაწესებულება გაიფიცონ და კარგად იციან, რომ ეკონომიკა ისეთი პრინციპია ეკონომიკაში, რომ შეივსება მერე სხვა მარკეტები, შეივსება მერე სხვა შემსყიდველები და ასე შემდგომ. შენ რო 5 წუთით გასეირნება გინდა და 1 საათიანი შესვენება გინდა გამოაცხადო, ვინ ჩაგითვლის ამას გაფიცვათ. შესაბამისად ამას ხედავს საქართველოს საზოგადოება და ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად არგუმენტ გამოცვლელია.
ის საზოგადოება, რომელსაც ჯერ კიდევ გონია, რომ დარჩენილი აქვს ისეთი დრო, როდესაც მაგალითად უცხოურ ძალებს ჩამოეკიდება. როგორ იფიცებიან სხვადასხვა ქვეყნებში და რა უდევს საფუძვლად კომპანიების მოთხოვნებს პროტესტთან დაკავშირებით საყოველთაო გაფიცვა ევროპის ქვეყნებში მიღებული ფორმაა, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით პროტესტი ხალხის ინტერესსა და სოციალურ საკითხებზეა მორგებული. ასე მაგალითად გერმანიაში და საფრანგეთში გაფიცვები ძირითადად სოციალურ პრობლემების მოგვარებას ეხება. ფერმერები, სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები, მეტროს მემანქანეები საყოველთაო გაფიცვებს იმ შემთხვევაში აწყობენ, როცა ისინი ეკონომიკური პროცესების განვითარებისკენ არის მიმართული. საქართველოში კი პირიქით საყოველთაო მარშისა და საყოველთაო გაფიცვაში ჩართული ადამიანები ეკონომიკის კოლაფსს ემხრობიან.